გამარჯობათ მეგობრებო. დღეს არის ძალიან კარგი დღე, იმიტომ რომ მოვიდათ რომ დაუბრუნდეთ ჩემ ყვითელ ზეთს და გავუკეთოთ ძალიან საინტერესო რაღაცეები. 12 საათიდან აპირებს ძალიან ცუდ თოვას პენსილვანიაში. განგაშია ჩვეულებრივი გამოცხადებული იდეალური დროა, რომ ეს ჯიგარი, რომელიც ესე გამოიყურება, ავიყვანოთ გარაში პარკინგიდან და დავკლათ. და რატომ დავკლათ? ამას ცოტა ხანში გეტყვით. ეხლა დავქოქოთ ეს, მცადოთ დაკოქვა და წავიღოთ, ან წავიყვანოთ გარაში. ცოტა მუდებს გაჩვენებთ. რამდენია გადავთვლილი ხოლში ზამთარში. ჯიგარი. ბოლო ივენთიდან კასკაცაკადოს არ მომიღია. აი, ვისაც არ გახსოვთ, ესე გამოიყურება. კარგი, ახლა ვნახოთ ეს თუ იქოქება. ой, აქ დუგები გვაქვს ახალი, რაც არ მიჩვენებია. ეს უკვე კაია. არა. ჯამბაქსი. აი, ესე საწყლად მიყენია. ორ უღმერთოს შორის. ესეთი სასტიკია ცხოვრება. პატიოსნად მემსახურა, ზეც ამას არ უცვლიდით, არაფერი. აკუმულატორი უკან წამიღია ბოლოს. აღარც მახსოვდა. ამიტომ აი აქ უნდა ვეცებოთ. კი ბატონო. აი ჩემი დუგები, რომელიც არ მიჩვენებია თქვენთვის. ძალიან სიმპათიური გამოვიდა, მაგრამ ჯერ შეუღებავია. დავაერთე ცალი ხელით როგორღაც. დავდოთ. მე ხა უნდა დაიქოს. ოპა. არაფერი. რემენიც კი გაჩუმდა. ვისაც არ გახსოვთ. ეს არის ჩემი ჯიგარი. რომელშიც სულ ცოტა ხანში 8 ცილინდრიანი აბუგუნდება. აი დუგები. ესეთი დუგები გვაქვს. ავიყვანოთ ახლა ეს გარაში და იქ უკეთ მოგიყვებით რას უპირებთ ამას. ამოვიპარეთ გარაში უნომროთ. ესე ამანქანით რომ დავეჭირეთ, გამომიშვებდნენ საქართველოში, მაგრამ ამოვედით, დავაყენეთ. და ეს მანქანა ამ გარაჟიდან გავა უკვე 8 ცილინდრიანი ძრავით. ახლა კიდე გაჩვენებთ რა უნდა ჩავდოთ. ეს არ უნდა ჩავდოთ. აი ეს უნდა ჩავდოთ. ესე ჩემთვის მაქვს გადატეხილი. ვინც იცანით რა არის, გაგიმარჯოთ. ვინც არა და ახლა გაჩვენებთ რა მანქანა ვიყიდეთ ამ ძრავის დონორისთვის.
Your watch item is next on the block. Sold. მოკლედ ჩვენი ჯიგარი ცოტა მეშინა და არ ვიცი ეს კამაროები ჩემთვის უცხო ძარა არის და არ ვიცოდი ეს ბალკები რამდენად ეღუნება ბალკები რამდენად ახლოსაა ძრავთან საერთოდ იმდენი ადგილია ეხლანდელი გადმოსახედიდან რო ვფიქრობ ბევრად მეტი ავარიის ნდობაც შეიძლება ძრავის ამბავში რა გაზეთი ლიროა და 160 მაილი გარბენი ეთყობა ეს მოულოდნელი არ არის. ამის საღონი არ გვაინტერესებს, მაგრამ შიგნითაც რამე აიწყობოდა ეს მანქანა ჩვეულებრივ. მოვიდა ამ ჯიგარის დრო ავათრებთ და გავშალოთ ნახოთ რა გვაქვს შიგნით დავუსველი იაპონური მანქანა. ნახევარ საათში ძრავი მზადაა, რომ გამოვაძროთ. დარჩა უძრავოთ ჩვენი ზეთი და დროზე თუ არ გაჩვენეთ აქ რა ხდება, ისე ჩქარამით საქმეები შეიძლება დავრჩეთ ვიდეოს გარეშე. ეს არის უკვე გაფრცხვნილი RTLT. ერთი ვედრო ნაწილები ამოვიდა. ახლა ვეცდებით რომ მოვარგოთ და ვნახოთ სად დგება რა გვაქვს მოსაჭრელი და ასე შემდეგ. ეს კიდე თავისი WQ-35 CD009, რომელიც პატიოსნად გვემსახურა, მაგრამ მაინც მოუწია ამოღება. ადგილი საკმაოდ ბევრი გვაქვს. ნუ მინიმუმ ამის მოჭრა მოგვიწევს მინიმუმ. და ძალიან მინდა რომ აი ამ ვანამ აი აქ გადაიწიოს. არა ეს ჩემი სურვილებია. ჯერჯერობით შევხედოთ რა გამოვა. იმიტომ რომ აქ ნახეთ ერთი ტყაველაა ამის. საინტერესო რა შემიძლია გაჩვენოთ. ეს არის ცნობილი AR6060 კოლოფი. რომელიც აი აქ რომელიც ძალიან დიდი მეგონა და რავი პატარა BMW-ს გეტრაკის ხელა კოლოფია ლამის. ანუ ეს ისეთ მასლქარებში დოს ეს კოლოფები რომ წარმომედგინა რომ თან სურათებსაც რო უყურებდი რატომღაც გაცილებით დიდი მეგონა რა. საკმაოდ პატარა კოლოფია და კარგია ზომებში დაახლოებით გავს CD009-ს არ მოგვიწევს კულისებზე რაღაც ჯადოების კეთება. მოვიდა როგორც იქნა ჩემი მანქანის დრო და აი ესე გამოიყურება ახლა ეს. WQ-35 ამოვაგდეთ. აქ უკვე გავფუტკნეთ, ეს არის ძრავი რომელიც მაგწავა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ვცდილოთ ძრავი მოვარგოთ კუზაოზე. ხელს რაც გვიშლის, ეს არის კარტერის ვანა, რომელიც სავარაუდოდ აი გვექნება მოსაჭრელი და სწორედ მანდ ვართ ახლა. მოვუჭრათ და ვნახოთ რა გამოვა.
ეხლა მე დრო ვიხელთე და გაჩვენებთ რა ხდება. ეს არის ჩვენი ძრავი, სადაც კლადიში ჯერ არ გვინახავს, მაგრამ მიზეზი თუ რატომ მოხსენით კარტერი არის აქ. ეს არის ჩვენი კარტერი, რომელსაც ვცდილობთ რომ დავაყენოთ რაც შეიძლება უკან და რაც შეიძლება დაბლა. ამაში ხელს გვიშლის საკმაოდ ძიმე კარტერია, აი ეს ვანა. ეს ვანა ჩვენ რო გქონდეს დაახლოებით 2-3 ინჩით სანტიმეტრებში, რა 4-5 სანტიმეტრით მოკლე. სხვა პრობლემა ამ ძრავის ისე ჩადებასთან რა პოზიციაც გვაწყობს, არ გვექნება. ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა ეს უნდა მოვჭრათ სადღაც ესე დაახლოებით, რომ აქ დადგეს ძრავი, ოღონ აი ამ სიდაბლეზე. სხვა მხრივ, რადგანაც ამ მანქანაზე რულავოი უკვე წინ არის მოწეული, ეს რულავოი რო იდგეს ქარხნულ პოზიციაში, რომელიც სანტიმეტრები არ მახსოვს, მაგრამ რამდენითაც ცაპკა დამოკლებული, იმდენით უკან იდგა რა, როგორც მახსოვს 2 და 2 თუ 2 და 6 სანტიმეტრი იყო რა. მაშინ აქ კიდე უფრო მეტი იქნებოდა მოსაჭრელი და აქ მოჭრის პრობლემა არის ის, რომ აი აქ დგას ლაპა, რომელსაც სამაგრები აქვს აქ. ამ ლაპის გადატანაც შეიძლება, ამ firewall-ის გადატანაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ ართულებს საქმეს და ვცდილობთ მარტივი გამოსავალი ვნახოთ. კიდე ერთი update-ი. კიდე უფრო უკან დგას ახლა ვიდრე წეღან გაჩვენეთ. ახლა ამას უნდა გაცენტრვა და პადმატორნიკებს დადუღება. თუმცა მავნეჩვევებს ვერ გადავეჩვიე და აი აქ ეს მაინც ამოვჭერე. მაგით მოვიგეთ აი დაახლოებით ამდენი ადგილი. აი ხა აქ რა შევხედოთ. ამორტიზატორთან არის პირველი ცილინდრი. 3 ცილინდრი ამორტიზატორს უკანაა. აი ესე რომ დაგხედოთ, რომ მიხვდებით. ტექნოლოგია. აი ესე ავწიეთ ფაერში ძრავი, მანქანაც. ახლა მიხვდეთ ძრავი არის. ანუ ფაერშია რა, სადაც გვინდა მიგვაქ. აი ესე დადგა აქ რულავოი. ესეა მოჭრილი კარტერი. ეხლა გავცენტრავთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ რა გამოვიდა. მოკლედ ამ ლაზერს ხმარობთ, რომ გავასწოროთ მოტორის ცენტრი უკანა ხიდთან. აი ხა უკანა ხიდზე დავიჭირეთ და წინა ლანჟერონებს შორის შუა წერტილი ავიღეთ. შემდეგ დავკიდეთ კოლოფის ბოლოში და კალენვალის ცხვირში სიმძიმეები და ვცდილობთ ეს ყველაფერი იყოს ერთ ზოლში. დადუღების მერე ეს ზოლი თუ შევინარჩუნეთ, ყველაფერი იქნება აჟურში. ნახაზები და ციგნები შევიძინე კონსერვები მალე კოსმოსში ვიქნები დადი თქვენი ისეც ასეც მიწაზე ვეღარ მიხილავთ გავწდებით ასეც ისეც შემგაფრენას რომ მიხილავთ ესეც ჩვენი მომავალი პადმატორნიკები ეს არ შეიმჩნიოთ აი ეს სიბრტყე ამ სიბრტყესთან დაფიქსირებულია და აი ამას მოუწევს გამოცვლა და დაახლოებით ეს მეორე მხარეა. დაახლოებით აი ესეთი ტიპი იქნება Z-ის პადმატორნიკები 8 ცილინდრიან LS-ზე ან LT-ზე ეჭვი მაქვს ერთნაირი სამაგრები აქვს ორივეს.
ამით მოვრჩეთ ამ კვირაში ზედზე მუშაობას, ყოველ ორ შაბათია. შემდეგ შაბათ-კვირამდე დავანებეთ თავი. შემდეგ შაბათ-კვირას უკვე ეს პატმატორნიკები კაპიტალურად დადუღებულს დავახვედრებ, ძრავს ჩავსვამ და შეგვიძლია შემდგომი მექანიკური ნაწილები გავზომოთ. კარტნის ზომა ავიღოთ, კოლოფის სამაგრი გავაკეთოთ და ასე შემდეგ. 2 დღის კვალობაზე საკმაოდ წინა ვართ. მე მგონია ამ ტემპით თუ წავალთ, სადღაც 1 თვეში უკვე ახლოს უნდა ვიყოთ დაქოქვასთან. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ ავაწყობთ ძრავს რა ნაწილებით. მოგეწონებათ. ეგ არის და ეს. შემდეგ შეხვედრამდე.